ეს იგი დღევანდელი აქცია ეძღვნება გარდაცვლილ ტრანსგენდერთა ხსოვნას. ანუ ჩვენ დღეს LGBT საქართველოს ორგანიზაციის წარმომადგენლები შევიკრიბეთ და უბრალოდ გავუშვებთ ჰაერში უშტებს და ამით ერთგვარი პატარა ფლეშმობის სახით პატივს მივაგებთ გარდაცვლილ ტრანსგენდერებს, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით დაიხოცეს მარტო 2010 წელს. საქართველოში დღევანდელ დღესთან დაკავშირებით პირველად ტარდება, ანუ მსგავსი აქცია არ გაკეთებული. ეს დღე ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებიც იჩაგრებიან მათი იდენტობის გამო, არიან ტრანსგენდერები, ტრანსექსუალები. რაც ნიშნავს ეს მოკლედ რომ აღვნიშნოთ ადამიანის ფსიქოლოგიური და განათლების სქესი არ მხოლოდ მის ბიოლოგიურ სქესს. შესაბამისად, საზოგადოებაში ეს იწვევს გაურკვევლობას, შიშის სიძულვილი, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ჰეტერონორმატიული საზოგადოება ვიცით რომ ცნობს მხოლოდ კაცის და ქალის სქესს და სხვა ყველაფერი დანარჩენი არის არასწორი. ხოდა, ამის ნიადაგზე ზუსტად კლავენ, ჩაგრავენ, სამსახურიდან აგდებენ და სხვადასხვა გზებით ავიწროებენ ტრანსგენდერ და ტრანსექსუალ ადამიანებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის არის კარგი, რადგანაც ჩვენ ხილვადობას ვიზით საზოგადოებაში, იმიტომ რომ რადგანაც საქართველოში მიაჩნიათ რომ ესეთი LGBT წარმომადგენლები არ არსებობენ. ჩვენთვის ეს კიდევ ერთი კარგი საშუალებაა რომ გავზადოთ ხილვადობა და დავანახოთ რომ აი ჩვენ ვართ. ჩვენ აქ ვართ სხვა თუ არაფერი ლოგიკურია, როდესაც ვამბობთ, რომ ერთი ყველა ადამიანის ცეცხლი ღირებულია, ამ ადამიანების ცეცხლიც ღირებულია, რადგან ისინი სწორედ უმცირესობას წარმოადგენენ, რომლებიც სამწუხაროდ უმრავლესობა შექმნა ასე. დღევანდელი დღე კიდევ ერთი შეიძლება მესიჯად ვიმჩნევ, რომ ყველა თანასწორია და ეს ადამიანები არიან ჩვენი სამართლიანი პრეცედენტი, მათი გარდაცვალება და უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს. ასე რომ ხალხო გაიგეთ, ისინიც ჩვენაირები არიან. ძალიან მნიშვნელოვანია, ეს შეიძლება ერთი სიმბოლური დღეა და ამით დიდი არაფერი არ შეიცვლება ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაში. ითი ადამიანის, რომელიც ძალადობის პოტენციური მსხვერპლია, ხო? მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვდგავართ, ვაფიქსირებთ, რომ გვახსოვს ის ადამიანები ტყუილად არ დაღუპულან და მათი დაღუპვა არის ჩვენთვის პირიქით ძალის მომცემი იმის, რომ შევაჩეროთ შემდგომში ეს ძალადობა. და ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთი დღითაც კი ყურადღების მოდუნება, ხო? შეიძლება ძალიან ძვირად დაუჭდეს ყველა ჩვენს. დღეს საზოგადოება იმდენად აგრესიულია, რომ ემპათია არ ამგონია გამოიწვიოს. შეიძლება უფრო აგრესიაში ჩააგდეს, მაგრამ აი განმეორებითობას ალბათ ექნება თავისი შედეგი და ის რომ თქვა აი ამაზე უფრო მეც ვილაპარაკებთ, უფრო მეტად გამოჩნდებიან, უფრო მეტად იქნება ლაპარაკი პრობლემატიკაზე. აი ეს მე მგონი მნიშვნელოვანია და ამას შეიძლება შეცვალოს რაღაც მომენტში დამოკიდებულება ამ ადამიანების. Რამდენად თუნდაც ისე ცოტა ადამიანები არიან, ეს მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის აქცია, ეს არის ყველა ჩვენთაგანის პირადი პასუხისმგებლობა. ვთქვათ, მე არ მოვდივარ, იმიტომ რომ ვიცი ყველა პირადი პასუხისმგებლობაა ძალიან მნიშვნელოვანი. 10, 9, 8, 7, 8.